ოცნება. ოცნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და რომანტიული რაღაცაა, რაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. და ის არსებობს ორგვარი: ასრულებადი და აუსრულებელი. წინა ვიდეოში მე უკვე გესაუბრეთ აუსრულებელ ოცნებაზე. ან იმის წინა ვიდეოში. არ ვიცი ეს ვიდეოები როგორ დაიდება. გაზ 13-ზე, იგივე ჩაიკაზე. ამ ვიდეოში კი მე მინდა გესაუბროთ საბჭოთა კავშირში მცხოვრები მამაკაცის ოცნებაზე, რომლის ასრულებაც შესაძლებელი იყო. გაზ 21 ვოლგაზე. И ливни хлещут упруго, и звезды мчатся по кругу, и шумят города. საბჭოთა კავშირში მცხოვრები მამაკაცისთვის რომ გეკითხა რაზე ოცნებობო, გეტყოდა შვილი ექიმი გამოვიდეს და მე ვოლგა მყავდესო. ახლა მე მინდა მოგიყვეთ ისტორია თუ რატომ იყო ეს მანქანები ასეთი საოცნებო იმ დროინდელი მამაკაცებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პაბედა 1946 წლიდან გამოდიოდა, 50-იანი წლების დასაწყისში ის უკვე მოძველებული იყო. თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ხრუშოვმა თქვა, ჩვენ უნდა დავეწიოთ და გადაუსროთ ამერიკასო, ცალსახა იყო, რომ ახალი პაბედას შემცვლელი რაიმე ძალიან მაგარი ჭირდებოდათ. სწორედ ამ მიზეზით 50-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში მუშაობა მიდიოდა ერთდროულად ორ მოდელზე: ზვეზდაზე, ანუ ვარსკვლავზე და ვოლგაზე. როგორც რუსეთის ყველაზე ცნობილი და ლეგენდარული დინარე. და 1950-იანი წლების ბოლოს, უფრო კონკრეტულად 1957 წელს, საბჭოთა კავშირელკაც ახალი ოცნება გაუჩნდა. ინჟინერებმა საზოგადოებას გაზ 21 ვოლგა წარუდგინეს. მაშინ ეს მანქანა ნამდვილი ფურორი იყო. ამერიკული ფორმები, დასავლურ სტილში გადაწყვეტილი სალონი, უამრავი ქრომი და რაც ძალიან მთავარია, ავტომატური გადაცემათა კოლოფი. კი ბატონო, პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში მაცხოვრებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ავტომატური გადაცემათა კოლოფი, რომელიც სამწუხაროდ მალევე ამოიღეს წარმოებიდან. საქმე იმაშია, რომ საბჭოთა კავშირში არ შეეძლოთ კარგი ზეთის წარმოება, რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს ეს ყველაფერი. და ამის გამო ამ ავტომატური გადაცემათა კოლოფების მოვლა ძალიან რთულდებოდა. ისინი ხშირად ფუჭდებოდა, მწყობრიდან გამოდიოდა, ვეღარ მუშაობდა და პირველი თაობის ვოლგის მეპატრონეები უბრალოდ გზაში რჩებოდნენ ხოლმე. სულ ორი პარტია გამოვიდა ქარხნიდან ავტომატური გადაცემათა კოლოფით, რაც ჯამში 700-800 მანქანას უდრიდა. ამის შემდეგ უკვე ავტომატური გადაცემათა კოლოფები ჩაანაცვლეს მექანიკური გადაცემათა კოლოფით. აქვე პატარა ფაქტი. გაზ 21 ვოლგას იმიტომ აქვს ხელზე ეს მექანიკური გადაცემათა კოლოფი, რომ თავიდან ავტომატური ვერსია აქედან ირთვებოდა, ანუ რეჩაკი აქ ქონდა, რეჩაკი რუსულად და ქართულად სახელური და მოგვიანებით, როდესაც მექანიკურით ჩაანაცვლეს, დიზაინი აღარ გადააკეთეს, აღარ გადმოიტანეს დაბლა ეს სახელური, აქვე დატოვეს და მექანიკური გადაცემების შესრულება აქედან ხდებოდა. საქმე იმდენად ცუდად იყო, რომ ვინც ავტომატური გადაცემათა კოლოფით შეიძინა ეს ავტომობილი, დააბრუნეს ქარხნებში და მექანიკურზე გადააყვაინეს. თუმცა მოვლენებს ცოტა გაუსარი და მოდი ახლა უკან დავბრუნდეთ რა. ამ მანქანაზე მუშაობა მარტივი არ ყოფილა. პირველი პროტოტიპი 1956 წელს დაუდეს თვით ჟუკოვს წინ და მისი აზრის მოსმენა დაიწყეს. საქმე იმაშია, რომ მაშინდელი ავტომობილების უმეტესობა კი არა და თითქმის ყველა, რომელიმე მაღალ ჩინოსას უნდა დაედასტურებინა. ამ შემთხვევაში კი გაზ 21-ის პროექტი ჟუკოვს ჩაბარდა. ჟუკოვს თითქმის ყველაფერი მოეწონა ამ მანქანაზე. ულამაზესი ფორმები, უამრავი ქრომი, რომელიც ხაზს უსვამდა, რომ საბჭოთა კავშირში ძვირადღირებული ნივთების წარმოება შესაძლებელი იყო. ასევე ძალიან მოეწონა მისი ეს ავტომატური გადაცემათა კოლოფი და კომფორტი, რომელიც ამ მანქანას ბევრად უფრო უკეთესი ჰქონდა, ვიდრე მის წინამორბედს. ერთადერთი რაც ჟუკოვს არ მოეწონა იყო მისი გრილი. თავიდან 21-ში გააკეთეს ასეთი ვერტიკალური ფორმების გრილი, რომელიც ძალიან გავდა მის ამერიკელ ტყუპის ცალს, ფორდის ერთ-ერთ მოდელს, რომელიც იდეაში იყიდეს იმისთვის, რომ გაზ 21 შეექმნათ. ანუ შეიძლება ითქვას, რომ გაზ 21 ამ ავტომობილის კოპიოა. მაგრამ მოდი ეგ ცოტა მერე, იმიტომ რომ მაგ თემასთან დაკავშირებით ბევრი რაღაც მინდა ვთქვა, მაგრამ ამ მომენტში ჟუკოვმა გრილი დაიწუნა რა. ჟუკოვმა თქვა, რომ ეს გრილი ძალიან არასაბჭოთა კავშირული და არაპატრიოტული იყო, იმიტომ რომ იქ საბჭოთა კავშირის თითქმის არაფერი არ ჩანდა რა. ამიტომ მან ბრძანება გაცა, რომ ამ გრილზე დაემატებინათ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი სიმბოლო ვარსკვლავი, რომელიც ყველას გააგებინებდა, რომ ეს პროდუქტი საბჭოთა კავშირშია შექმნილი. ინჟინერებმა ბევრი ვერაფერი გაიგეს, მაგრამ მიხვდნენ, რომ თუ გრილს არ გადააკეთებდნენ, ყველას დახრეტა ელოდათ, ამიტომ წავიდნენ და ალბათ ავტომობილების წარმოების ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი გრილი გააკეთეს. შუაში იმ ჩათლახი ვარსკვლავით.
კი ბატონო. სწორედ ასეთი მოდელი ყავს დღეს ჩვენ აქ. ეს არის სულ პირველი გამოშვება GAZ-21 Volga, რომელიც ყველაზე მეტად ფასობს ამ მოდელებში და ამ ავტომობილსაც აქვს წინ ეს ვარსკვლავი და ის ულამაზესი გრილი, რომელიც ჟუკოვის ბრძანებით შექმნეს. აქვე პატარა სპოილერი. ამ გრილმა ეს მოდელი კი ნახამ დაღუპა. ასე და ამგვარად 1956 წლის ბოლოდან ეს მანქანა GAZ-21 ხელმისაწვდომი იყო საბჭოთა კავშირის მაცხოვრებლებისთვის სულ რაღაც 16000 მანეთად, ხოლო 1960 წლიდან უკვე 5000 მანეთად. არავინ იფიქროთ, რომ ფასი დააკლეს. არა, ამ პერიოდში ფული შეიცვალა და ახალი მანეთი ძველთან შედარებით ბევრად უფრო მეტად ფასობდა და საბოლოო ჯამში ფასი იგივე გამოდიოდა, უბრალოდ ციფრები შეიცვალა რა. მაგრამ 1960 წლიდან ეს მანქანა 5-6000 მანეთი ღირდა, ეს ახალი, თუმცა მისი ყიდვა თითქმის შეუძლებელი იყო, დაახლოებით 7 წლიანი რიგი იყო საჭირო, რომ ეს მანქანა მიგიყო განაწილების შემდეგ, რაც ნიშნავს, რომ ჯერ უნდა ეთქვათ, რომ კი, შენ ამ მანქანის ღირსი ხარ, შეგიძლია მისი ყიდვა, მე უნდა მოგეგროვებინა ეს 6000 მანეთი, მიხვიდოდი, გადაიხდიდი ფულს და 7 წლის მერე მანქანას მოგცემდნენ. კი ბატონო. თუმცა ადამიანების უმეტესობა ამ ავტომობილებს ყიდულობდნენ მეორად ბაზარზე, ორჯერ ან სამჯერ უფრო მეტად. ანუ ვიღაცა იყიდდა ხოლმე ამ მანქანას, გამოიყვანდა, მერე მიყავდა და გადაყიდვას ახდენდა ხოლმე, ესე გადაყიდდა და ფულს უგებდა რა, საკაიფო ფული რჩებოდა სხვათა შორის ეგეთ რაღაცეებს ვინც აკეთებდა. ხო და ასე და ამგვარად მეგობრებო, ქვეყანაში, სადაც მაქსიმალური ხელფასი იყო 200 მანეთი, ადამიანები ყიდულობდნენ 18000 მანეთად შეფასებულ ნივთს და დადიოდნენ რა ქუჩაში რა. ესეც ჩვენი საბჭოთა კავშირი და კეთილდღეობა. კარგი, მოდი ახლა გავაგრძელოთ. რომ გავიაზროთ, რამდენად ექსკლუზიური ავტომობილი იყო GAZ-21, უნდა შევხედოთ ასეთ რამეს. ყოველწლიურად სამ გამოშვებულ ზაპოროჟეცზე მოდიოდა 2 მოსკვიჩი და 1 Volga. ზაპოროჟეცი იყო გმირი დედებისთვის და შრომის გმირებისთვის, თუ როგორც ვთქვათ მაშინ, მაგ დროს. მოსკვიჩი იყო პრაფსოიუზის ლიდერებისთვის, ხოლო Volga დირექტორებისთვის. აქვე შეგახსენებთ მეგობრებო, რომ საბჭოთა კავშირის წყობის მთავარი იდეოლოგია იყო, რომ ყველა თანაბარია და აქ კლასები არ არსებობს. წავედით! Белая ночь опустилась, как облако, ветер касается юной листве. Слышу знакомую речь, вижу облик твой, ну почему это только во сне? აუ, რასა кайფო სატარებელია, ბიჭო! პირველი რაც უნდა ვთქვა არის, რომ აი ეს ირემი წინ ყველაფრად ღირს. Mercedes რაღაცა ერთი ბრტყელი ლოგო გაქვს ამოწეული და გადაგვაყოლა თან და აბა საკიმე და ირემი აქვს წინ. აუ, ახლა ხვდები რატო ევასებოდათ ეს მანქანა, მოკლედ, პირველ რიგში რაც უნდა ითქვას, საჭი არის ძალიან ელეგანტური, რაღაცნაირი ვაიბი მოდის თავისი, აი ეს იცი როგორი ვაიბი მოდის? პოზიტიური 70-იანების ვაიბი მოდის რა, ნეგატიური 70-იანების კი არა, პოზიტიური, აი ვინმესთვის თუ იყო 70-იანი პოზიტიური, ეგ ვაიბი მოდის. სარკეები არის საკმაოდ პატარა, მაგრამ თავის საქმეს აკეთებს. ეს ფორტოჭკა გავაღოთ. ოპა! ისე გადადის მეორე, მესამე სიჩქარეში, რომ გეგონება რაღაცა ძალიან მაღალი დონის DCT-ია რა, ორდისკიანი ტრანსმისია, ძალიან მაგარია და ეს ირემი მაგრამ ევასები. კაი, ირგვლივ საკმაოდ კარგი მხედველობა აქვს, ხალხს უხარია რომ ხედავს, ხელს მიქნევენ ეს ცოტა ზროსლი ტიპები. საქმე რაშია ეხლა რა, რატო ეს მანქანა განსაკუთრებული? ეს მანქანა იყო საბჭოთა კავშირელი მამაკაცების ოცნება. და როდესაც მას ყიდულობდა ადამიანი, ის ოცნებას იხდენდა. და ბედნიერი იყო რა, ტიპი ამაში რომ იჯდა, ის უკვე ბედნიერი იყო და ეგ ძალიან კარგია რომ ვიღაცა ბედნიერი იყო. სალონში ახლა რო გითხრათ რომ ძალიან პატარაა თქო არა, აი 0-1-ში რო ვერ ვეტეოდი, ეგეთი პრობლემა აქ არ მიდგას ნამდვილად, აქ ვეტევი, ნორმალურად ვზივარ და საკმაოდ კომფორტულია. სავარძელი არის ძალიან რბილი, რასაც ქვია ზერბილია მართლა და საკმაოდ კაი ტიპია. ცოტა სიგანეშია პატარა ეს მანქანა, უფრო განიერს ვისურვებდი რომ ყოფილიყო. მოდი აჩქარი გავცადოთ. ეს იყო ვიდეო ნამდვილი მანქანა და ურთიერთობა დენის მანქანა. დენის ვიდეო მანქანაში. დენი ვიდეო სახში არ მაგა. აი ეგ არის ეს, იმედა ნუგუარი. ეხლა ამ მანქანაში იჯდა ვინ? ძალიან საპატივცემულო ტიპი იჯდა, რომელიც ძირითადად პიჯაკით დადიოდა ხოლმე და ესეთი სადაც მიდიოდა, ყველა საპატივცემულო სტუმარი იყო, იღებდნენ და თამადა იყო და აი მსმელი პურის დამთხმელი როჟა ტიპი რა. აღსანიშნავია, რომ ძალიან რბილია, თანამედროვე მანქანებთან შედარებითაც კი კომფორტულია. ამას ნამდვილად ვერ დაუწუნებ რა, შეიძლება საერთოდ არ ვარ იმ დროში ნაცხოვრები.
არც ნოსტალგია არ მაქვს ამ ავტომობილის მიმართ, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ დაუმალავ, რომ ძალიან რბილია. მანევრირებადობაზე ეხა ბევრს ვერაფერს გეტყვით, იმიტომ რომ ჩვეულებრივი საბჭოთა კავშირელი ავტომობილია, რომელიც ირწევა მოსახვევში. მე რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ აი გავერთობოდი ხოლმე ქალაქში ამ მანქანით სიარულით, რა ვიკაიფებდი. ცოტა იმას მოვაწესრიგებდი, აი ეს ძველი როა რა, წყალს გავაკეთებდი, რომ გაგრილება კაი კონდეს და რაღაცეები და ვივლიდი რა. აი გადაცემათა კოლოფის სირბილით ვკაიფობ რა, რა რბილია ჩემი სინქრონიზატორი რა, მაგრამ მუშაობს. და ეს ხედი მევასება, მენარ მაგრაჩა ირემირო ჩანს ესე რომ მიდის. მენარო ალბათ მთელი მანქანის აურას 80%-ს ეს ირემიძენს რა. მუხრუძე რო ვადგავ ფეხს, იმდენად პატარა პედალი აქვს, რომ გაზეც ვაბიჯებ შემთხვევით. ჩემი რო იყოს, მაგრა ვიკაიფებდი ამ მანქანით გავერთობოდი, მაგრამ ჩემი რო არ არის, ძალიან უფრთხილდები და როგორ უკიქინებს კონდენსიონერი, საბჭოთა კონდენსიონერი. მიუხედავად ფასისა და რიგებისა, ნელ-ნელა, მაგრამ მაინც გაივსო საბჭოთა კავშირის ქუჩები ამ ავტომობილებით. ისინი ლამაზად დასრიალებდნენ ქუჩებში და ბევრი ადამიანის ოცნებად იქცნენ. და ეს ყველაფერი იმ პირობებში, რომ ამ ავტომობილების 40% მიდიოდა ტაქსით. ანუ, როდესაც მთავრობა უშვებდა გაზ 21-ს, 40%-ს ამზადებდა ტაქსოპარკისთვის და ეს არის ძალიან საინტერესო რაღაცა, იმიტომ რომ დირექტორები და ტაქსის მძღოლები ერთი და იგივე ავტომობილებით დადიოდნენ საბჭოთა კავშირში. კი ბატონო. აქვე ერთ ფაქტსაც გეტყვით, რომ ეს მანქანა გადიოდა ექსპორტზე. შვედეთში, ფინეთში და კიდევ 73 ქვეყანაში ყიდდნენ გაზ 21-ს და სხვათა შორის ძალიან დიდი წარმატებით. ნუ პირველ 2 წელიწადს თუ არ ჩავთვლით. ხომ გახსოვთ წეგან რომ გითხარით, რომ ამ ვარსკვლავმა ეს მანქანა კიდაღამ დაღუპატქო. საქმე იმაშია, რომ 1956 წელს, როდესაც გაზ 21 გამოვიდა, მაშინ მიმდინარეობდა ცივიომი, უпростоრად ძალებს იკრებდა და ყველაზე მეტად აქტუალური იმ პერიოდში იყო. სწორედ ამიტომ დასავლეთ ქვეყნებში, საბჭოთა კავშირის გარეთ, თითქმის არავის არ უნდოდა მანქანა, რომელსაც საბჭოთა კავშირის და კომუნიზმის სიმბოლო ჰქონდა ცხაურაზე. სწორედ ამიტომ წარმოების დაწყებიდან 2 წლის შემდეგ შეცვალეს ცხაურა და დაუბრუნეს ძველ პირვანდელ ვერსიას, რომელიც ჟუკოლმა შეაცვლევინა თავის დროზე, როდესაც წარმოებას იწყებდა. აი ასე მეგობრებო, როგორც აღმოჩნდა, ეს ლამაზი გრილი მიუღებელი იყო დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებისთვის. ნუ ვერც გამომთხოვნებდი, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის სიმბოლოს ატარებდა და მისი ჩანაცვლება მოუწიათ შედარებით ნაკლებად ლამაზი ერთ სწორხაზოვანი და მოსაწყენი გრილით, რომლის უმეტესობას დღესდღეობით ისევ დადის ქუჩაში. მაგრამ ერთადერთი რამე, რაც ამ პერიოდის განმავლობაში არ შეცვლილა, იყო რიგები. უფრო მეტიც გაიზარდა. 7-დან 9 წლამდე ჭირდებოდა რიგში ყოფნას და ლოდინს, რომ ეს ავტომობილი შენი გამხდარიყო. თუმცა რას არ ჭირდება, იცით რიგი? Subway-ის ახალ სენდვიჩს, რომელიც შეგიძლია აპლიკაციის წინასწარ შეუკვეთო Subway-ში, მიხვიდე მზად დაგხვდება და მიირთვა ყოველგვარი 7 და 8 წლიანი ლოდინის გარეშე. აი ასე. ხო, მართლა. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩემი ფავორიტი არის ტუნა და ახლა გამოუშვეს ტუნას ახალი ვერსია, რომელიც არის Big Tuna Wrap-ი და შეგიძლიათ დააგემოვნოთ. კარგი, მოდი ახლა გავაგრძელოთ ისტორია. 1960 წელი, ბრიუსელი, პირველი გამოფენა ომის შემდეგ, სადაც სხვადასხვა ქვეყნებში ჩაქონდათ თავისი მიღწევები და აჩვენებდნენ სხვებს, თუ რა გააკეთეს კაცობრიობისთვის. საბჭოთა კავშირის ამ გამოფენაზე ყველაზე დიდი პავილიონი ჰქონდა. მან იქ წარადგინა პირველი ატომური კრეისერი, დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი, თქვენ წარმოიდგინეთ, და ავტომობილები გაზ 13 და გაზ 21. ნუ გაზ 13 იგივე ჩაიკა და გაზ 21 იგივე ვოლგა. გამოფენის პირველივე დღეს ატყდა ძალიან დიდი სკანდალი. ამერიკელი ინჟინრები ამბობდნენ, რომ რუსებმა მათგან ნამუშევარი მოიპარეს, რადგან ჩაიკა ძალიან გავდა ამერიკულ პაკარდს, ხოლო გაზ 21 ამერიკულ ფორდს. და თან ამ ყველაფერს ამძიმებდა ისიც, რომ გაზის ინჟინრებს და დიზაინერებს სტაჟირება გავლილი ჰქონდათ ამერიკულ ფორდში. კი ბატონო, ძალიან დიდი ამბავი აიწია, იმდენად დიდი, რომ გაზეთებმაც კი დაწერეს ამის შესახებ და ავტომობილების ჩამორთმევა და დაპატიმრება გადაწყდა. თუმცა, მესამე დღესვე ამერიკიდან გაისმა ზარი იმ გამოფენაზე მყოფ ამერიკელებში და ისე მოხდა ყველაფერი, რომ საღამოს აღარავის აღარაფერი აღარ ახსოვდა.
მეტიც, საბჭოთა კავშირის პავილიონმა იმ გამოფენაზე გრან-პრიც კი მიიღო. ანუ ყველაზე მაგარ პავილიონად დაასახელეს და ყველაზე მაგარი რაღაცეების წარმოდგენად კაცობრიობისთვის რამდენი რამე გააკეთეთ. კი ბატონო. საქმე იმაშია, რომ ამერიკელებს არ უნდათ საბჭოელებთან ურთიერთობის გაფუჭება, რადგან მომავალ წელს ხრუშჩოვი აპირებდა ჩასვლას მეგობრული ვიზიტით ამერიკაში და ამას ძალიან ბევრი რამე უნდა შეეცვალა წესით. ასე და ამგვარად მეგობრებო, ეს დიდი სკანდალი უცბად ჩაიფარცხა და ამ ყველაფრით გაზოს-21-ის პოპულარობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, შეიძლება ითქვას, რომ აფეთქდა. და აფეთქდას როცა ვამბობ, არ იფიქროთ, რომ ორჯერ ან სამჯერ გაიზარდა პოპულარობა. არა. ეს ნამდვილი ბუმი იყო. ყველას ვოლგა უნდოდა. საბჭოთა კავშირმა ყველგან ვოლგა გატენა. ის გახდა ყველაზე ექსპორტირებადი ავტომობილი საბჭოთა კავშირიდან, ასევე სასწრაფოები ვოლგა იყო, ტაქსი ვოლგა იყო, ანუ ყველაფერი ვოლგა იყო, გაზოს-21 იყო ყველგან საერთოდ. ის იმდენად პოპულარული გახდა, რომ ჩინეთმა მისი წარმოება დაიწყო. კი ბატონო, 1965 წელს ჩინეთში დაიწყეს გაზოს-21-ის ჩინური ვერსიის წარმოება, თუმცა მალევე საბჭოთა კავშირმა და ჩინეთმა ერთმანეთს დააყარეს და 230 ცალი წარმოებული ეგზემპლარის შემდეგ ეს წარმოება შეწყდა. კარგი, ახლა კი მოდი გადავიდეთ ყველაზე ბრუტალურ გაზოს-21-ზე. უпроსორად გაზოს-23-ზე. გაზოს-23 იგივე გაზოს-21 იყო, რომელშიც ჩაიკას ვერვა ჩადგეს. ეს ძრავი 195 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და გაზოს-21 საშუალებას აძლევდა, რომ 100 კილომეტრამდე ეპიკურ 16 წამში აჩქარებულიყო. 16 წამი რამდენად ცოტა იყო ავტომობილისთვის, რომ აგიხსნათ, გეტყვით, რომ ჩვეულებრივი გაზოს-21-ები 100 კილომეტრამდე 32 წამში ჩქარდებოდა. 16 წამი 1956 წელს დაახლოებით იგივე იყო, რაც დღევანდელობაში 3-4 წამი. ანუ ეს გაზოს-21-ები მართლა ძალიან სწრაფი მანქანები იყო. მაგრამ ამაზე ეპიკური და გიჟური გაზოს-21-ები ყავდათ ტაქსისტებს. კი ბატონო, არ მოგესმათ, რიგაში ტაქსისტებმა ჩამოწერილი ვოლგები აიღეს, გადააკეთეს სარბოლო ბოლიდებად და გიჟური პირველი საბჭოური ნასკარის ბოლები მოაწყეს. ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტი გახდა საბჭოთა კავშირში. პირველი რბოლის შემდეგ, რომელიც რიგაში ჩატარდა და დაახლოებით 30 მანქანა მონაწილეობდა, ეს ტაქსისტები ნამდვილი ცოცხალი ლეგენდები გახდნენ. ეს სპორტი იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ერთ წელიწადში უკვე საბჭოთა კავშირის მასშტაბით მოგზაურობდნენ და სხვადასხვა ქვეყნების პილოტებს ეჯიბრებოდნენ. ანუ ჩვეულებრივი პროფესიონალი მრბოლელები გახდნენ ლატვიელი ტაქსისტები. ამას ხუმრობით საბჭოთა კავშირის ნასკარი უწოდეს თავიდან და მერე ოფიციალურად უკვე ეს საბჭოთა კავშირის ნასკარი გახდა. კი ბატონო. აი ასეთი გიჟური, მდიდრული და ექსტრემალური მანქანა იყო გაზოს-21, რომელსაც ბევრი საინტერესო მოდიფიკაცია გაუკეთეს და ბევრის გულებში სამუდამოდ დარჩება, სანამ ეს ადამიანები იცოცხლება. ახლა კი მოდი გადავიდეთ და კონკრეტულად ეს ავტომობილი განვიხილოთ, იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით, ეს არის პირველი თაობის გაზოს-21, რომელიც ყველაზე ექსკლუზიური ეგზემპლარია და ძალიან გაგვიმართლა, რომ დღეს ის ჩვენს ხელშია. წავედით. ჩვენი გაზოს-21 ვოლგა, რომელზეც ძალიან გაგვიმართლა, როგორც უკვე გითხარით, იმიტომ რომ პირველი თაობა ყავს და მოდი ამ მანქანის განხილვა დავიწყოთ ძრავიდან, რადგან თქვენ როგორც შეამჩნევდით, ისტორიის ნაწილში მე არ მithქვამს ამ ავტომობილის ძრავზე. და ძრავის საჩვენებლად მე უნდა მოვიდე ამ მხრიდან და აქედან უნდა გავაღო კაპოტი, ანუ ძრავსახურავი. საქმე იმაშია, რომ მხოლოდ პირველ თაობა გაზოს-21-ებზე ძრავის სახურავი, ანუ კაპოტს რასაც ეძახდნენ, იღებოდა მარჯვნიდან. და ეს არის ჩვენი 2.5 ლიტრიანი ძრავა, რომელიც სულ 70 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. საინტერესო ფაქტი ამ ძრავის შესახებ ისაა, რომ ექსპორტზე, რომელიც გადიოდა იმ ვერსიებში, ეს ძრავი გამოიმუშავებდა 85 ცხენის ძალასაც კი და ამ ცხენის ძალების მომატება ხდებოდა სტეპენჟაცია არის შეკუმშვის კოეფიციენტი, შეკუმშვის კოეფიციენტის გაზრდის ხარჯზე. Ну, რა თქმა უნდა, ეხლა დასავლეთში უკეთესი საწვავი იყო და ამის გამო იქ იყო ამის საშუალება, რომ შეკუმშვის კოეფიციენტი გაეზარდათ. რუსეთში უпроსორად საბჭოთა კავშირში მაპატიეთ, საბჭოთა კავშირში არ იყო ისეთი მაღალი დონის საწვავი და საბჭოთა კავშირის ვერსიები უფრო გათვლილი იყო დაბალი ოქტანობის საწვავზე, ამიტომ ეს ავტომობილი სულ საბჭოთა კავშირში სულ 70 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. აქ თქვენ ხედავთ, რომ არის გამოყენებული ჩვეულებრივი 2.5 ლიტრიანი 4 ცილინდრიანი ძრავა, რომელშიც ცილინდრები მწკრივშია ჩალაგებული, საკმაოდ მარტივი სისტემა, არაფერი სერიოზული და არაფერი რაღაცა ვაი და ვუი. თუ დააკვირდებით აი ამ ნაწილზე, აქ არის ესეთი პატარა მირტყბული რკინის პატარა ფირფიტა, სადაც აწერია მოლოტოვა და აწერია M21. საქმე იმაშია, რომ გაზის ქარხანას
ადრე ერქვა მოლუტოვას ქარხანა და ამ მანქანას, აი ამ კონკრეტულ მოდელ პირველ თაობას ქვია M21. ეს არის M21, იმიტომ რომ მოლუტოვას ქარხანაში იყო ჯერ კიდევ განმზადებული, მე 59-ში შეეცვალა უკვე სახელი და უკვე გახდა გაზი და ნუ ყველამ უკვე გაზ 21 იცის ეს და არავინ ამას M21 არ იძახის. ეს არის ძალიან პატარა ისეთი დეტალი, რომელიც კარგია რომ იცოდე რა, როდესაც ამ მანქანაზე საუბრობ. კიდევ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, რადგან ეს არის პირველი თაობის გამოშვება, აქ ჩვენ გვაქვს ესეთი ავზი, რომელიც სავალ ნაწილს აწვდის Z-ს. კი ბატონო, არ მოგესმათ, იქ მძღოლის დაბლა არის ერთი პატარა პედალი, რომელსაც როდესაც დააწვევი, სავალი ნაწილის შეზეთვა ხდება რა. ეს იმიტომ ხდება, რომ ადრე ტაოტს არ იყენებდნენ ხოლმე სავალი ნაწილისთვის და პერიოდულად ამას სჭირდებოდა შეზეთვა. სხვა მოდელებში შედარებით ღარიბი ადამიანებისთვის განკუთვნილ ავტომობილებში ეს შეზეთვა ხელით ხდებოდა, ხოლო 21-ში, როდესაც ეს გამოუშვეს, ინოვაცია ჩადეს შიგნით და ესეთი პატარა ავზი დააყენეს, რომელიც პირდაპირ ესე წამოსულია შლანგები, მიმართულია სხვადასხვა ესეთ სახსარი სადაც აქვს ავტომობილის ეგეთ ნაწილებში და ზეც აბყურებს, ესე ასხავს და იზეთება და ჭრიჭინის ხმა აღარ აქვს მე სავალ ნაწილს და მანქანა უფრო კარგად მუშაობს, არ ტყდება, დიდხანს და ასე შემდეგ რა. თუმცა ეს მალევე ამოიღეს, საქმე იმაშია რომ როდესაც ამ ზეთს ასხავდი სავალ ნაწილზე, ის მერე ჩამოდიოდა დაბლა და სურიდა სავალ ნაწილს და სავალ ნაწილზე გადაადგილება ხდებოდა საშიში, იმიტომ რომ ზეთს სტოვებდა ჩვეულებრივად მანქანა ან მოტოციკლეთს ან მანქანას რო გაევლო, იქ მუხრუჭი აღარ იჭერდა და ავარია მოხდება და დაიმტრეოდა და ასე შემდეგ, ამიტომ მალევე ამოიღეს, ძალიან მალევე ამოიღეს ეს. პირველი, აი ესეთი ცხაურა რა გაზ 21-საც არ აქვს, არც იმას არ აქვს, არც ეს აუზი და არც ეს შეპოხვის სისტემა. აი ესეთი ძალიან საინტერესო რაღაცა. თანამედროვეობაში ეგ პრობლემა აღარ არის, რადგან Liqui-Molis აქვს სპეციალური სერია რეტრო ავტომობილებისთვის, ასე რომ თუ გყავს რეტრო ავტომობილი, შეგიძლია მოხვიდე გეზმოტორში, რომელიც არის Liqui-Molis ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და მოითხოვო ზეთი შენი ძველი ავტომობილისთვის, შენი რეტრო ავტომობილისთვის. ეს არის MOS სერიის ზეთები, რომელიც გარდა იმისა, რომ შეპოხვას უზრუნველყოფს ძრავისას ძალიან კარგად, ამ ძველ ძრავებს სპეციალურად ჭირდება ასეთი ნადები, სპეციალურ ნადებს ტოვებს, რომელიც საშუალებას აძლევს ძრავს, რომ კიდევ უფრო კარგად და რბილად იმუშაოს და თუ მაგალითად ისეთი რაღაცა მოხდა, რომ ძრავს ზეთი დააკლდა, ცოტა დიდხანს არა, არ ვერ გეტყვით რომ ეს თუქს გადაგიჩენ ძრავს, მაგრამ თუ სხვა ზეთის შემთხვევაში რაღაც მაშინვე დაიხაზებოდა ყველაფერი შიგნით, ეს ცოტა ხანი კიდე მუშაობს, რომ აი ვაიდა ვერ დაინახე, ეგრევე არ გაფუჭდეს ძრავი რა. აი ეს მართლა ძალიან კარგი თვისება აქვს. შეგიძლიათ მოხვიდეთ გეზმოტორში, შეიძიოთ ეზეთები, პერიოდულად ჩემი სახელით თუ მოხვალ ხოლმე რაღაც ფასდაკლებები არის და იკითხეთ სანამ მოხვალთ აუცილებლად. და ესე უთხარით, რომ ნიკას სახელით ფასდაკლება თუ არის, მოვალთ ხო ესე უთხარით რა. კარგი. მოდი ახლა უკვე ეს დავაფაროთ, იმიტომ რომ აქ მეტი ისეთი სალაპარაკო აღარაფერია და გადავიდეთ ვიზუალზე. დიზაინზე საუბარი კი, რა თქმა უნდა დავიწყო აი ამ ძალიან ლამაზი ქმნილებით. მთელი ბავშვობა ეს მეგონა ერთი პატარა პელენწუკობა, როგორც იტყვიან ხოლმე, აი რაღაცა ისეთი რა, არასერიოზულად უყურებ, რა ირემი არა ის, მაგრამ არ ვიცი ასაკის ბრალია თუ ისი ბრალია, მაგრამ ეხლა რომ შევხედე და დავაკვირდი ძალიან მაგარია. მით უმეტეს რომ გაატარებ, აუ იმენა ტიპია, გავარტყი Mercedes-ის ვარსკვლავს რა ისეთია, აი ესე მიდის ამაყად გეგონება ქარებს, მიაპობს, ნამდვილად არ მეგონა თუ მაგას წარმოვიდგენდი, რუსული რო არ იყოს, მაგრა გამისწორდებოდა ჩემ მანქანას რო კონდეს რა, მაგრამ просто უნდა ვაღიაროთ რომ ძალიან მაგარია. მოდი ახლა გადავიდეთ თავარზე, ცხაურაზე, რომელიც გეუბნება რომ ეს არის პირველი გამოშვების 21 და ალბათ ყველაზე ლამაზიც. ნუ ალბათ არა, ყველაზე ლამაზი. ბევრად მაგარია ვიდრე ეს შემდეგი ცხაურები რაც გამოვიდა. ამასთან ყველაზე ძვირად ეს თაობა ფასობს სწორედ ამ ცხაურის გამო. როდესაც საბჭოთა კავშირში დაიწყეს მუშაობა გაზ 21-ზე, ამერიკაში იყიდეს ორი Ford Mainline-ი, ჩამოიყვანეს საბჭოთა კავშირში დაშალეს ბოლომდე, ბოლო ჭანჭიკამდე დავიდნენ, დააკოპირეს ყველაფერი, ცოტა შეცვალეს, მე ააწყეს მანქანა თავიდან და გამოვიდა გაზ 21. ნუ ახლა ამას გვინდა, არ გვინდა, თვალი უნდა გაუსწოროთ, რომ ნამდვილად ასე იყო. თუ არ ეთანხმებით ამ ყველაფერს, მოდი ამოვანათოთ ორივეს ფოტო, ნახოთ როგორ გავს გაზ 21 Ford Mainline-ს, რომელიც მანამდე იყო გამოსული და მე თქვენთან მიიღეთ გადაწყვეტილება, დაწერეთ კომენტარებში, რამდენად ფიქრობთ, რომ ნამდვილად გავს ეს და ნამდვილად მოპარულია Ford-ისგან. ასევე დაალაიქეთ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ. ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია.
დაალაიქეთ და დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი. ასე YouTube-ის ალგორითმს ვეთქვით, რომ ეს ვიდეო კაია და გაინტერესებდა და ბევრმა უნდა ნახოს. კარგი. მოდი ახლა გავაგზავნოთ. ერთ-ერთი მთავარი ღირსება ამ ავტომობილის არის ის, რომ ის შეღებილია ორ ფერში. ორ ფერში გაზოსდაერთები იღებებოდა მხოლოდ პირველ წლებში და ეს იმიტომ, რომ ძალიან დიდი პრობლემა იყო ამ მანქანების ორ ფერში შეღება. და სხვათა შორის ეს ორ ფერში შეღებილი გაზოსდაერთები ძირითადად გადიოდა ექსპორტზე, ძალიან ცოტა რჩებოდა საბჭოთა კავშირში. ძალიან მდიდრულად ითვლებოდა ორ ფერში შეღებილი გაზოსდაერთი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რაღაცა იმ დროს, რაც შეიძლებოდა რომ ადამიანს ყოლოდა. როდესაც გაზოსდაერთის ორ ფერში შეღება დაიწყეს, ესე იქცეოდნენ ქარხანაში რა. ჯერ შეღებავდნენ ხოლმე ღია ფერს, ორი ტონალობა ხო ქონდათ, ერთი შედარებით ღია იყო, მეორე მუქი. ჯერ შეღებავდნენ ღია ფერს, გააშრობდნენ კარგად, შემდეგ ამას დააკრობდნენ ხოლმე ქაღალდს და მერე ღებავდნენ მუქი ფერით. ახლა წარმოგიდგენიათ რამხელა წვალება არის საწარმოსთვის ეს ყველაფერი? და ბოლოს მაინც ეს ყველაფერი გამოდიოდა უსწორმასწორო, იმიტომ რომ ესეთი სახელდახელო ტექნოლოგიით შეღებილი მანქანა ყოველთვის არა იდეალური გამოდის ხოლმე, აი ქარხნულს არ გავს ხოლმე და ამიტომ მოგვიანებით გადაწყვიტეს, რომ ამ ზოლზე, სადაც საღებავი იყოფა, გაეკეთებინათ მოლდინგები და ავტომობილისთვის დაემატებინათ ქრომი. მაგრამ, როდესაც ეს ყველაფერი დახატეს და შეხედეს, მიხვდნენ, რომ ეს არ გამოვიდოდა, იმიტომ რომ ავტომობილი ძალიან დამახინჯდა, რაღაცა ეს ძალიან გადატვირთული გამოდიოდა, ამიტომ უბრალოდ ადდნენ და ამ გაზოსდაერთების ორ ფერში შეღება შეწყვიტეს და გამოუშვეს ერთფეროვანი გაზოსდაერთები. კი ბატონო, ტიპიური საბჭოთა კავშირური გადაწყვეტილება. მოდი ახლა მოვრჩეთ წინაცხრზე საუბარს, მგონი რომ ამოვწურეთ და გადავიდეთ გვერდით ამ ხარაზე. აქ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგად ესე თეთრ ზოლში გაკეთებული საბურავები, რომელიც ამ ავტომობილის იმიჯს ძალიან უხდება. ეს სტანდარტული ქრომირებული საფარი, იგივე კალპაკი, რომელიც ალბათ ჩემი აზრით ყველა ძველი სტილის ესე დაკუნთულ ავტომობილს ეს საფარი უნდა კონდეს. სხვათა შორის დაახლოებით მსგავსის მორგება მინდა ჩემს ლინკოლნზეც და კი ბატონო ლინკოლნი არ დამოიწყებია, კეთდება, იღებება, უბრალოდ ასეთი ავტომობილების გაკეთება სჭირდება დრო. ეს არ არის თანამედროვე ავტომობილი, რომ სწრაფად გააკეთო, ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება და ნუ რა ვქნა მეგობრებო, ესია რა. აქ გვაქვს ესეთი ფორთოჩკა, პატარა, რომელიც იმდროინდელი კონდენსიონერია და აყენებ ესე. როგორ გინდა რომ მიმართო ჰაერის სალონში და ესე გიბერავს, გიქიქინებს და მიდიხარ და წინ უყურებ, როგორ გაქვს ეს ირემი, ვოლგა ყავს, ცხოვრება შედგა, საბჭოთა კავშირია, 70-იანი წლებია, ის წლებია, რომელსაც მერე, როდესაც რა აწყობილი ქვეყანა დაანგრიეს, ეგ რომ მოხდება, გაიხსენებთ კბილად და აი პერიოდია რა, ჩვენი წინათაობის ოცნების პერიოდია და გაქვს ეს კონდენსიონერი. სატირა ამარა. კაი. მე აქეთ გვაქვს ეს პატარა სარკე, რომელიც უცნაური ფორმისაა. ნამდვილად არ მოველოდი რომ ესეთი სარკე იქნებოდა, ესე ტრიალებს, შეგიძლია ესეც გამოიყენო და ესეც გამოიყენო. ესე უფრო კლასნია, მაგრამ ასე უფრო პრაქტიკულია რა. აქაც დამალულია როგორც ჩაიკაზე იყო ეს საკეტი. შეგიძლია გადაწიო და გააღო, ან ესე დაფარო, რომ არ გამოჩდეს. აქ გვაქვს უკვე, ნახე, დააკვირდით. იქ ხომ ეს დაფარული იყო ნომერში, აქ ნომერში აღარ არის დაფარული და აქ არის ბენზინის ჩასასხამი. და უკან გადმოვდივართ უკვე ტრაკზე, რომელიც ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ტრაკი იყო იმ პერიოდში, ესე გამოვიდოდა პიჯაკიანი წარმოსადეგი ტიპი, ღიპით, ესე ჩანთით ესე, ამას დააწვებოდა. აქ ეს ხმა უცილებლად უნდა ქონოდა, ამას გააღებდა, ეს ჩანთებს ჩაალაგებდა, საკმაოდ ესეთი მოცულობითი საბარგულია. ეს რესორების წამოწეული ექნებოდა, სხვათა შორის ეს დასაქოქია სტარტერის იქიდან. და ნახავთ ახლა ვიდეოს გადაადებს ამას გოგა. ნახავთ როგორ ქოქავა მანქანას ამით. არა ბიჭოს და გაკურა დაჭირდებოდა, გაკურა. ცხოველი ბიჭო გამიშვი. ესეც სალონი მეგობრებო, ხო, აქ ერთი რაღაცა უნდა აღვნიშნო რა. ყველა 21-ის სალონი ასეთი ფერადი არ იყო, კონკრეტულად ეს 21-ია გადაწყვეტილი ამ ულამაზეს ჭაობისფერ ინტერიერში, რომელიც ჩემი აზრით ალბათ ყველაზე მეტად უხდება ამ გარეთა ვიზუალს. საკმაოდ კომფორტული სავარძლებია, რბილია, ვერ ვიტყვი რომ შემაწუხებელია. აქედან იქოქება, რა თქმა უნდა, რადიო გვაქვს. რომელსაც აქვს შორი და საშუალო ტალღების მიღების საშუალება. აქ ვოლგა ძალიან ამაყა დაწერია. სხვათა შორის შრიფტი ძალიან საკაიფოა გამოყენებული და ამ კრემის ფერს ძალიან უხდება ეს მწვანე
ფერი, აქედანაც აქვს შუშა ამას და აქედანაც უბრალოდ ეს არის შუშა, ეს არის პლასმასი. ამ პლასმასზე ყოველთვის პრობლემა იყო, როდესაც მანქანას აჩერებდნენ მზის გულზე, აწვებოდა სხივები, სიმხურვალე, დეფორმაციას იწყებდა ეს პლასმასი, ფუჭდებოდა, ვარდებოდა და მე ამას შესვლა სჭირდებოდა ხოლმე რა. აქ სპიდომეტრის უკან ხედავთ, რომ გარბენს აფიქსირებს მანქანა, საკმაოდ ისეთი, აი 50-იანი წლების ფუტურიზმშია გადაწყვეტილი ეს ყველაფერი და უხდება რა. აი მინიმალისტური ფუტურიზმი კი არ არის აქ გამოყენებული რა. აი ისეთი შრომარუა გაწეული რაღაცის შესაქმნელად. საჭეც საკაიფოა. ცოტა დიდია. რატო აკეთებდნენ ამ ხელდასაჭერებს არ ვიცი, მაგრამ ნუ ამერიკულ მანქანებში დიდ საჭერებს აკეთებდნენ ხა. ჩემს ლინკოლნში მაგალითად 6 მეტრია, 6 მეტრი და 200-ია სიგრძეში ჩემი ლინკოლნი რა. ესეთი სპილოზვლისფერია გამოყენებული, რომელიც ძალიან კარგად ჯდება ინტერიერში, ეხამება ღილაკებს და აი ამ სატრიალებლებს. აქ რა თქმა უნდა გვაქვს საფერფლე, იმიტომ რომ მაშინ მოწევა არ ტეხავდა, ესეც სიგარეტის დასაკიდებელი და საათი. ერთი რაღაცა უნდა აღვნიშნო, მე რო ჩინურ ავტომობილში გამიკვირდა ის სამზეურები, ნახეთ აქ რა არის? 1956 წელს აქვს ეს გაკეთებული საბჭოთა კავშირს რა. და ეს ჩარჩოს გარეშე ძალიან მინიმალისტური უпроსორად ჩარჩოთი, უკანა ხედვის სარკე, ჩემი აზრით, იდეალურად ჯდება იმ ფუტურიზმში, აი 50-იანი წლების ფუტურიზმში, რა სტილშიც ეს მანქანაა გაკეთებული რა. კარგი, მოდი ახლა უკან გადავიდეთ და იქ ვნახოთ რა ხდება. რაც შეეხება უკანა მხარეს. უკანა მხარეს ახლა მე მაგალითად საკმაოდ ნორმალურად ვზივარ, პრობლემა არ მაქვს იმის რომ ვერ ვეტევი. უკანა მხარისთვის ძალიან კარგია რომ აქ ეს თავის მისაყუდებლები არ არის. რაღაცა ისეთ გაუცხოებას არ იწვევს წინა მხარესთან. თუ მეგობრები სადმე წახოთ ამაკაით, ეს მარტივად საუბრობთ, ეს დაეყდობი, რაღაც ელაპარაკები, ისიც გალაპარაკება, თითქოს ყველანი ერთ სივრცეში ხართ რა, ეგ პრიუსი ამას ნამდვილად აქვს. რა თქმა უნდა, აქ სარკეები ხელით ადის და ჩადის, რაც კი ბატონო, არაკომფორტულია, მაგრამ სამაგიეროდ საიმედოა, აგერ მუშაობს ამაზე გენაცვალე. ეს მექანიზმი და არ გაფუჭდება და ეს არის კარის გაღება. სხვა აქ ბევრი არაფერი არ არის, აქ რაზე ველაპარაკო ახლა. ორ დონიანი კლიმატ კონტროლი რატო არ არის თქო მაგას ვერ ვიტყვი, აგერ კი გაქვს ჰალსტუხისკია და პიჟაკის ჩამოსაკიდებელი და ამაზეც მადლობელი იყავი, რო არ დაგხრიტეს ეს მანქანა რო ყავდა, რო არ დაგხრიტეს, ეგეც უნდა გიხაროდესო, ვიღაზე მოგაძახებდა რა. ერთადერთი რაც შეიძლება კითხოს არის ის, რომ წინა ეს სავარძელი იშლება, მთლიან საწოლად გადაიქცევა და საავტომობილო ტურიზმი რო განვითარდა იმ პერიოდში ძალიან, მაგისთვის ძალიან პრაქტიკული იყო. რა შემიძლია ახლა გაზუსტებთ თქვა? ჩემი გადმოსახედიდან ადამიანის, რომელსაც ამ მანქანის მიმართ არანაირი ემოციური დამოკიდებულება არ აქვს. აი, ვაფშე არანაირი. არც მამა ჩემს ყოლია, არც ბაბუა ჩემს ყოლია, არც ბიძა ჩემს ყოლია, საერთოდ არავის არ ყოლია რა. მთელი ბავშვობა ვერ ვიტანდი დასანახად, ვიზახდი ეს რა ხრონგია თქო და ნუ კარგ საბაზე არაფერს არ ვუძებ. შემდეგ ეგეთ რაღაცა ვთქვა. მას შემდეგ, რაც გამოცადე ძალიან ბევრი ძველი ავტომობილი. მე მყავს უკვე რამდენიმე ძველი ავტომობილი, რომელიც ამავე პერიოდიდან არის. მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად არ ჩამოუვარდება უცხოურ ანალოგებს. აი, რო იძახია, რომ ამერიკაში ეს იყო და საბჭოთა კავშირში ეს იყო, ნამდვილად არ ჩამოუვარდება რა. იგივე პრობლემა, აი, ლინკოლნი მყავს, ხო? ლინკოლნ კონტინენტალი მყავს, რომელიც 60-იან წლებში იყო იმ დონის ავტომობილი, რომ კენედი მოკლეს ზუსტად მაგ მოდელში. აი, მაგ მოდელში მოკლეს კენედი, ხო? ესე იგი პრეზიდენტი დადიოდა მაგ მანქანით. ჩემს ლინკოლნში ზუსტად იგივე პრობლემა მაქვს, რომ საჭი არის დიდი, სავარძელი არის ახლოს და ადგილი არ არის. მოკლედ მეგობრებო, ეს იყო 21-ის ისტორია და გახილვა. თუ გაინტერესებთ სხვა საბჭოთა ავტომობილები და არა მარტო საბჭო, მე ძველი ავტომობილები მიყვარს ძალიან. დაწერეთ კომენტარებში რომელი მანქანა გინდათ რომ გადავიღო, დაალაიქეთ ვიდეო და მე რომელი მანქანების ესე მოთხოვნადი იქნება, მოვიძიებ და შევეცდები გადავიღო საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზოთ. ასევე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ თქვენ ალბათ შეამჩნევდით გაცილებით უფრო მაღალ ხარისხს გადაღების ვიდრე სხვა ვიდეოებში იყო. ეს არის ერთ-ერთი სტუდიის დამსახურება, რომელიც აპარატურას აქირავებს და მოგცა აპარატურა და ძალიან დიდი მადლობა მინდა ამ სტუდიას გადაუხადო. მათი სახელი არის აი ეს Why Not Studio. ლინკს დავტოვებ აღწერაში, შეგიძლიათ მიხვიდეთ თუ დაგჭირდებათ რაღაც ხილაობა, უთხრათ რომ ჩემი გაუმწერი ხარ და 10%-იან ფასდაკლებას გაიგეთებთ. ასევე Gez Motors ბოლოს დიდი მადლობა რომ შენობა დაგვითმეს და წარმატებები ყველას.